მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. მე ანა ცხადაძე ვარ და ეთერშია რადიო პროექტი მე და გარემო. და დღევანდელი გადაცემის მთავარი ლეიტმოტივია გლობალური სტანდარტები ქართულ აგრობიზნესში. შევეცდებით გავცეთ კითხვას პასუხი, რას ნიშნავს დღეს ხარისხიანი აგროპროდუქტი. რომელი კითხვაც გვიჩნდება თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ ხშირად და არის თუ არა ეს მხოლოდ კარგი გემო ან ვიზუალი თუ უსაფრთხოება, სტანდარტები, კონტროლი, მიკვლევადობა და მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქტი რა შემთხვევაში მიდის ზოგადად. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, იმ ბიზნესზე, ერთ-ერთ გამორჩეულ ბიზნესთან, რომელსაც აქვს ეს საერთაშორისო სტანდარტები, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ერთი სტანდარტი, არამედ მრავალი მიმართულებით და ჩვენი სტუმარია GDB Agros სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბიზნესმენი და მრავალმხრივად საინტერესო ადამიანი ბატონი ივა ჭყონია. მოგესალმებით ბატონო ივა. მოგესალმები. ანი, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენ მსმენელს. კი, ნამდვილად ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა სამწუხაროდ ხამას. ხარისხს რატომღაც ჩვენ ქვეყანაში ყურადღება არ ექცევა, მათ შორის რაც უნდა სამწუხარო იყოს, თქვათ იგივე იმპორტირებული პროდუქტი, ასე ვთქვათ, შემოწმება არ ხდება, აქ უბრალოდ ენდობა ხარისხს იმ სერტიფიკატების, მხოლოდ იმ სერტიფიკატებს, რომელიც ვთქვათ მოყვება პროდუქციას. ამიტომ ვთქვათ, აქ რაღაცა ვალდებულებები დღესდღეობით არ არის. მაგრამ ნუ აქაც არის რაღაცა. ხარისხის კონტროლის ნაწილში ხო და ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გასცემს კიდე იმ სერტიფიკატს, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აგმაყოფილებს საქართველოში სურსათის უნებლობის თუ ასე შემდეგ. თუმცა ცოტა იქით გადავწიოთ ეს საკითხი და მოდი დავიწყოთ GDB Agro-ზე. როდესაც რამ განაპირობა, რომ გადაწყვეტეთ სოფლის მეურნეობაში წასვლა და ზოგადად აი ამ ბიზნესის შექმნა მით უმეტეს საკმაოდ რთული გამოწვევაა, როდესაც სწორება აქვს ბიზნეს მაღალ სტანდარტებზე, ხო? ხო, საქართველოში ნამდვილად აგრობიზნესზე შეჭიდება ვიტყოდი, რომ ალბათ ყველაზე რთული თემა არის. ანუ ერთ-ერთსაც არ ვიტყოდი, ყველაზე რთული თემაა, იმიტომ რომ პირველი დავიწყოთ, რომ როდესაც ღია გრუნტზე გიწევს მუშაობა კლიმატურ პირობებზე ხარ დამოკიდებული და ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს ხედავთ, რომ ზამთარი ფაქტიურად არ დამთავრდა, ხო, ეს საკმაოდ ნეგატიურად აისახება პროდუქტის არა მხოლოდ ხარისხზე, არამედ მოსავლიანობაზეც. თუმცა ყველაზე მთავარი მამოტივირებელი რაც იყო, რატომაც ჩავერთე ამ პროექტში, იყო McDonald's საქართველოსთან თქვა შემოთავაზება, რომ ხელი მომეკიდა იმ თემის, რასაც საქართველოში სალაც ფურცლების მოყვანა ქვია და შემდეგ მათი უკვე დამუშავება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ McDonald's საქართველოს რა თქმა უნდა გამორჩეული არის თავის ხარისხით და ზრუნავს, რომ რაც შეიძლება მეტი არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ ქართული პროდუქტი იყოს მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციაში. კი ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. თუმცა McDonald's საქართველოს პარტნიორი რომ იყო, შენ უნდა აკმაყოფილებდე ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის Global GAP-ი, GRASP-ი. ეს როდესაც თვითონ პროდუქტ შეეხება, რა შეეხება HACCP უკვე ჯერ სავალდებულოც არის, დავიწყოთ აქედან და შესაბამისად თქვა სასაწყობე მეურნეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს იქ. თავისთავად HACCP-ც არის და ენერგია, ამიტომ ეს ნამდვილად არ არის ესეთი ფუფუნების საგანია ვიტყოდი ამ ხარისხის დანერგვა, იმიტომ რომ არა მხოლოდ ის რომ წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და ამოწმებენ და სადღაც დაახლოებით თქვათ იგივე ხარისხის კონტროლი რომ გაიარო, უბრალოდ ლიცენზია ყოველწლიურად აიღო დაახლოებით 10-დან 15,000 დოლარამდე ჯდება. ამიტომ თუ ხა მოცულობა მაღალი არ აგაქვს თავისთავად ეს წარმოუდგენელია. გარდა ამისა, შენ რო სტანდარტების დააკმაყოფილო, იქ არის გარკვეული გაიდლაინი, რომელიც უნდა გაიარო უბრალოდ და რომელიც რას ნიშნავს ხა აქ ეცა ბევრი სირთულე არაფერი არ არის. უბრალოდ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად მიყვე იმ პროცესებს, რომ მიიღო ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ თუ ერთხელ დანერგავ უკვე
თქვათ, შემდეგ უკვე თავიდან არის ალბათ პირველი თემა ცოტა ისეთ ხარჯიანი, თორე შემდეგ ისეთი თქვათ ნახეთ არის რომ თქვათ წელიწადში ორჯერ უნდა ატარო ანალიზი, როგორც პროდუქტის, აგრეთვე მიწის, აგრეთვე წყლის ანალიზი უნდა ატარო, აგრეთვე უნდა ქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც არის ხო ბოლო პერიოდი, რაზეც აქტიურად მიდის საუბარი პლასტიკის ნარჩენების, აგრძალვა პლასტიკის ბოთლები, ასე შემდეგ, ანუ სად მივდივართ, რომ ყურადღება ნაკლებად ექცევა. ამიტომ თქვათ ის თემა რომ უნდა სწორად მართო ნარჩენებიც ერთ-ერთი პრიორიტეტულია მათ შორის და როცა მაკონტროლირებელი შემოდის ამ ყველაფერს ამოწმებს თქვა დოკუმენტალურად რომ ამდენად სწორად ხდება რომ იმიტომ ძირითადად ხა როდესაც ნუ ფერმერი გლეხი არ ვიცი უკვე დღეს ის როგორ უწოდო ხა მცირე ზომის განსაკუთრებით მცირე ზომის ფერმერებს თქვა ძალიან უჭირთ მათ არც ის კულტურა არ აქვთ რომ რაღაცა დააკონტრაქტონ და თანხა გადაიხადონ იგივე პლასტიკის ნარჩენები იგივე მულჩი რაც არის იგივე წვეთო რაც არის იგივე პლასმასის ხუთები და სხვადასხვა ნარჩენები რომ ცნობიერებაც არის აქტივ ამ ხო ცნობიერების გარდა ხო ანუ ცნობიერების ამაღლება ვიტყოდი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაგრამ როდესაც ისედაც ხარჯიანი არის სოფლის მეურნეობა და ნახეთ საქართველოში მოყვანილი პროდუქტი ხშირ შემთხვევაში უფრო ძვირიჯდება ვიდრე იმპორტირებული ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს და ნათელი მაგალითია იგივე ხო დავით რეკლამაში რო ჩაითვალოს და არ დავასახელო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კიტრის და პომიდორის თქვა როდესაც აქ წარმოებული სადღაც ღირდა 15-დან 20 ლარამდე და იმპორტირებული ღირდა 8-დან 12 ლარამდე ანუ აქ არის ხო ანუ იმიტომ რომ ეს წარმადობასთან არის დაკავშირებული თუნდაც იგივე ბიოპროდუქტი რომელიც იმპორტზე შემოდის ხომ რაღაცა გარკვეულ ნაწილს აქვს სერტიფიცირება საერთაშორისო ხო მაგრამ მაინც უფრო იაფიჩდება აი რატო იმ რასთან არის ეს დაკავშირებული იცი რა ნუ უცხოეთში ხა ეს გაცილებით უფრო დაიწყეს ამაზე მუშაობა და მაინც მგონია რომ სწორად ხდებოდა პროცესების მართვა და სახელმწიფოს ხარდაჭერა იყო უფრო მაღალი და სახელმწიფოს ხარდაჭერა მარტო თქვა რაღაცა გარკვეულ პროექტებში რომ მოდი შენ ესქენი და აქ არის აგროკრედიტი ამას დაგიფინანსებ არ არის მნიშვნელოვანი მე მახსოვს მაგალითად როდესაც ამ პროექტს ვიწყებდი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რომ ამეგოს ამეშენებინა სამაცივრე მეურნეობა რომ პროდუქცია მოიკრიფება თუ არა ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს როდესაც ალას ფურცელზე გვაქვს საუბარი ისიერად ანუ მოკრეფისთანავე ნუ ალბათ ის რომ დააყოვნო 3 საათზე მეტი მინდორში ამისათიც ძალიან ბევრია უკვე ფუჭდება პროდუქტი ამიტომ მომენტალურად უნდა შევიდეს არა მხოლოდ საწყობში არამედ ტემპერატურულ რეჟიმზე უნდა შევიდეს ასე რომ დაახლოებით 4 წლის წინ როცა დავიწყეთ მაშინ იყო USAID-ის პროგრამა თუმცა სამწუხაროდ მაშინ მთავრდებოდა უკვე სამაცივრე მეურნეობებზე და რომ მოვიკითხოთ თქვა რამდენად შესაძლებელი იყო რომ გაეგრძელებინა თქოს რომ სამაცივრე მეურნეობა საკმაოდ ბევრი გვაქვს დაფინანსებული თუმცა მისი მართვა არ იცის არავინ ანუ რა ხდებოდა იყო დაახლოებით 100,000-იან გრანტზე საუბარი საიდანაც 70% USAID აფინანსებდა 30% ასე თუ ისე მოიძიებდნენ მაგრამ ააშენეს შემდეგ როგორ ემართათ პროცესები სამწუხაროდ უმრავლესობა მარიცოდა და უკვე ახალ პროექტს იწყებდნენ რომ ცნობიერება აემაღლებინა თქო იგივე იმ ფერმერებში ვინც ამ პროექტზე მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეგ პროექტიც ვერ განხორციელდა, აქ ისე დაიხურა თითქმის ყველა პროგრამები. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრიორიტეტი დღეს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს სწავლა, განათლება და თუნდაც იგივე ვთქვათ დაფინანსება რომ იმ სტანდარტებში მოიყვანო და დაეხმარო ფერმერებს, იმიტომ რომ პირველადი თემა, ვთქვათ იგივე სტანდარტის დანერგვის არის ძალიან ისეთი შრომატევადი არის და რომელიც რაღაც გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად გამეცინა იცი 2 წლის წინ როცა იტალიაში დავდივარ ხოლმე ყოველწლიურად გამოფენაზე და შეხვდა ჩემი კოლეგა მოლდავეთი ხო ხა ჩვენ მოლდავეთი უგონი რომ ნუ რაღაცა მაინც ეხლა ჯერ ფეხსით გავენ და სადავართ ჩვენ და სად მოლდავეთი ხო იდეაში გაცილებით წინ უნდა ყოფილიყავით საერთოდ ყველაფერს მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე მოლდავეთში ხა მე რო გამართულად ვეუბნოდ რა მე გლობალ გაპი მაქვს რაღაც ისეს ანუ ცოტა გაკვირვებით მიიღო და მე რო ჩავეძიე საერთოდ იქ დახლზე ვერ მოხდება პროდუქტი თუ სერტიფიკატი არა გლობალ გაპი ხო გესმით ხა რაზე არის ლაპარაკი და
ამიტომ მესმის აქ ძალიან აქ სხვათა შორის კი კაი პროექტები იყო, მათ შორის მახსოვს რომ კონსოლიდირება უნდა მომხდარიყო ფერმერებს, იმიტომ რომ მარტივია, ნახეთ, როდესაც ჩვენ გაქვს 1 ჰექტარი ვიღაცას 2 ვიღაცას 3, ასე შემდეგ და ხდება კონსოლიდირება, სადაც 30 ჰექტარზე ადის და ერთგვაროვანი პროდუქტი მოყავს, თქვა ამის მართვა დამერწმუნდეთ გაცილებით უფრო იაფიჯდება იმ ხრივ რომ თქვა ერთ სასაწყობე მეურნეობაზე იყო საუბარი, მახსოვს ეს ძალიან კარგი პროექტი იყო, კოოპერატივებს აფინანსებდნენ, ძალიან კარგი პროექტი იყო, თუმცა ძირითადად ჩავარდა, მე არც გამიგერო ვინმე დაეფინანსებინათ. მათ შორის ნახე ხშირი არის საუბარი, რომ აი უჭირთ იგივე ქსელურ სუპერმარკეტებთან ურთიერთობა. ხა ქსელური სუპერმარკეტისთვის როცა მისი რეალიზაცია ბრჭყალებში ავიღოთ, თქვა იგივე კიტრის შეიძლება იყოს წელიწადში 100 ტონა, ხა როდესაც ჩვენ მიდიხარ რომ მე მაგ ტონა ნახევარი ან თუნდაც რაღაც 2 ტონა მისთვის არ ხარ საინტერესო, თუმცა ბალკ პროდუქტიც უკვე ნაკლებად ასაწონი ძირითადად უკვე სუპერმარკეტებიც გადადიან რომ დაბრენდილი იყოს, შეფუთული იყოს და ძირითადად მათ დახზე ჩვენ ამას ხედავთ, იმიტომ რომ მომავალი მაინც ამის არის რომ შეფუთული, ხარისხიანი, სტანდარტიზებული, მათ შორის ჩვენ გარდა რა თქმა უნდა, სალცბურგშიც მაკდონალდსზე მუშაობთ სუპერმარკეტ, სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელებთან, ხა საკმაოდ საინტერესო კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული. პორციული საზამთროები დავიწყეთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პერიოდი, შუალედი, რომელიც გვაქვს ზაფხულის პერიოდში, როდესაც სალაიც ფურცელი ვერ მოდის, ვიფიქრეთ რა მოგვეყვანა, რომ რაღაც ხარჯი ამოგვეგდო და რაღაც ახალი ბიზნესი დაგვეწყო და ფოთშორ რიქსვანი კომპანია ვისთანაც თანამშრომლობთ, ჰოლანდიური, ერთ-ერთი ლიდერია სალაიც ფურცლის თესლების წარმოებაში მსოფლიოში და აგრეთვე ლიდერია როგორც პორციული ზომის უკურკო საზამთროს, რასაც ეძახიან. ლესიც არ ნაკლებ პატარა ზომის კურკები აქვს. სადღაც 3-4 კილოიანები. დავიწყეთ ამ პროდუქტის მოყვანა, რომელმაც ფეხი მოიკიდა ბაზარზე, იმდენად მოიკიდა, რომ თქვა არც ჩვენ გვეგონა, არც ჩვენ პარტნიორებს არ ეგონა და აქტიურად შევით ამ ფაზაში, მაგრამ ნახეთ, ეხლა კონტრაქტს რო ვაფორმებ, მოთხოვნა რა არის ერთ-ერთი, რომ სტანდარტული ზომები ნუ თავისთავად ხო, ნუ ახლა სტანდარტული ზომები უნდა იყოს, დიახ. ხო, აი მაგალითად იგივე ნახულობთ, რომ კიტრით პომიდორის თქვა ჩალაგებული როცა თითქმის ერთნაირი ზომა, შეფუთული 6 ცალიან 8 ცალი. ნუ აქაც რო აი მოდი იცი როგორ გვინდა, ნუ რაღაცა იყოს პირობითად ვიძახი, აი 15 კილო, ან 17 კილო, ან რაღაც ესე რომ პირდაპირ ყუთით მივიტანოთ და გადავაწეროთ, თქვათ რომ ძალიან მარტივი იყოს ჩვენთვის და თავისთავად უნდა იყოს გაწმენდილი, ასე შემდეგ, ანუ 15 კილოდან 17 კილოს რეინჯში თუ ტრიალებს არის სადღაც თქვა 4-6 ცალი გააჩნია. თქვა წონას და სამართავად ძალიან მარტივი. აგრეთვე ერთ-ერთი მთავარი ჩვენ რას დავნერგეთ და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, რომ ჩვენ ბრენდირება დავიწყეთ, დასტიკერება დავიწყეთ პროდუქტის, რომ ეს არის GDB აგროს მიერ წარმოებული და აგრეთვე წელს ჩვენი ბრენდირებული ყუთები გვექნება, სადაც იქნება აგრეთვე QR კოდი, სადაც მომხმარებელი ნახავს, რომ პირველი ჩვენ რასაც ვაკეთებთ პროდუქტს, რომელსაც ვიღებთ, მიკვლევადობა. ჩვენ პარტნიორ კომპანიაში ვაგზავნით, სადაც უკვე ვიღებთ იგივე ანალიზს, რომ არ არის ნიტრატების და შემცველობა არ არის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მიკვლევადობა პირდაპირ პატარა სარეკლამო რგოლიც არის, რომ ნახონ, ანუ სად ხდება თვითონ პროდუქციის მოყვანა, ანუ ეს მცირე ზომის ვიდეო რგოლიც, ასე რომ ალბათ წელს ნაკლებად მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს უკვე რაღაც აქტიურ PR კამპანიასაც დავიწყებთ მაგ მიმართულებით, რომ განსხვავება არის, ხო, იგივე სხვადასხვა პროდუქტებს შორის, თქვა, იგივე კიტრი, რომელიც არის შეფუთული, ანუ ბრენდირებული, რომელიც ხარისხთან ასოცირდება, ეხლა რო არ დავასახელო რეკლამაში რო არ ჩავთვალოთ, ხო, ანუ მის მიმართ ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე თქვა, რომელიც იქ ბალკდევს და შესაბამისად ფასიც უფრო მაღალია და მომხმარებელი ამას უკვე მიეჩვია, რომ ერთგვაროვანი პროდუქტი, რომელიც არის სტანდარტიზებული, რომელიც არის კარგად შეფუთული სუფთა, ასოცირდება მაღალ ხარისხთან, რომელსაც რა თქმა უნდა თავის ყველა განმაპირობებელი ეტიკეტი აქვს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ამიტომ ხარისხზე მუშაობა და სწორად პროცესების მართვა ფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ თუ ჩვენ ეს დღეს არ დავიწყეთ, სოფლის მეურნეობა ჩვენ ქვეყანაში უბრალოდ მე რასაც უყურებ,
მოკვდება, იმიტომ რომ მე როცა ამ სფეროში შევდიოდი, მეც გაკვირვებული მიყურებდნენ, რომ იქ ხო ასამბობ ვინჩები და დაიღუპა ისქნა. რისკი ძალიან მაღალია. თუმცა მეორე პრობლემას ახლა პირველად არ ვეხებით ამ საკითხს და ნახეთ თითქმის არ კონტროლდება ის ქიმიური თუ სხვა ნივთიერებების გამოყენება სოფლის მეურნეობაში, რომელიც მაგალითად ყველა ვერ ყიდულობს იმ სტანდარტიზებულ პროდუქტს, ყველას არ აქვს ხელმისაწვდომობა თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და თუნდაც ბაზარში ნაყიდი პროდუქტი, ფაქტიურად იქ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგავართ, ხო? ერთია მეტნაკლებად აკონტროლებენ თვითონ ქსელები და რაღაც სტანდარტს ითხოვენ, როდესაც ასე ვთქვათ, მომწოდებელში აქვს, მაგრამ არის უკონტროლო ბაზრები, სადაც და რამაც საბოლოოდ გამოიწვია ნიადაგების სერიოზული დეგრადაცია და ფაქტიურად ეს ზედმეტი გადაჭარბებული არ დავასახელებ ასევე რეგიონებს თუ მომწოდებლებს გადაჭარბებული ქიმიური სასუქებით გაჯერებული პროდუქტები, რომელიც რაღაცნაირად ვიზუალურად გემოზე მეტნაკლებად ახლოა, თუმცა არ საბოლოოდ შედეგს არ გვაძლევს. გემოვნური თვისებით ძალიან რთული იქნება, რომ ხარისხიანი უხარისხო არ არის განსხვავება, მაგრამ იგივე რასაც ვსაუბრობ, რომ იგივე global gap-ი რაც არის ხარის ყველაზე მაღალი სერტიფიკატი, სწორედ არის ის, რომ რა პრეპარატებს მოიხმარ, მთლიანად ხო რა თქმა უნდა, მის დაშვება იქ გიწერია, რომ შენ შეგიძლია იხმარო ეს, მაგალითისთვის რო თქვა პრეპარატს მე ვხმარო პირობითად ჭალებში თუ ჰექტარზე მიჯდება 2000 ლარი, თქვათ, ანალოგიური, რომელსაც თქვათ სერტიფიცირება შეიძლება გავლილი არ აქვს, მაგრამ არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელიც global gap ჭირდება, შეიძლება შეიძინოს ფერმერმა, თქვათ, 200-300 ლარად. ხო, გესმით ხარ, რა სხვაობაზეა საუბარი შესაბამისად, კონკურენციის გაწევაც, როცა შენ ამ დონის პროდუქცია მოკავს, მაგალითად, ჩემთვის არის ძალიან რთული. ადგილობრივ ფერმერებთან, ამიტომ ხა ვისაც ეს ხარისხი აინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს არის McDonald's-ი, რომელიც რა თქმა უნდა მისთვის თქვა ფასი შედარებით მეცი ხდის, მაგრამ იცის, რომ იღებს ამ კატეგორიის პროდუქტს და არის დაზღვეული, რომ მის მომხმარებელს აწვდის, თან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სალატის ფურცელი, რომელიც fresh პროდუქტი არის და უმნიშვნელოვანესი არის, რომ სწორად იყოს მოყვე რაღაცა მავნე ნივთიერებები არ შეყვეს. ამიტომ ჩვენ თავარი მომხმარებელი მაინც McDonald's-ი. კი, რა თქმა უნდა, აქ დაახლოებით ალბათ 70%-ზე არის საუბარი, რომ არის McDonald's-ი, ხოლო დანარჩენი ჩვენ ყავს ჩვენი პარტნიორი, სადისტრიბუციო კომპანია, ზაკმოწეთი ერთად ვართ ამ თემაში, კომპანია იმერი, რომელსაც ვაწვდით უკვე და რომელიც დაფასოებულს უშვებს სალათის ფურცლებს. ძირითადად ეხლა უფრო სეზონზე. ჩვენი სეზონი სასათბურე მეურნეობა დავამატეთ 2025 წლის მიწურულს, დაახლოებით 1 გექტარზე და დაახლოებით სადღაც 2-დან 2.5-ით გავიხანგძლივეთ, ასე რომ სადღაც 7-8 თვე გვაქვს ჩვენ ადგილობრივი წარმოების სალათის ფურცელი, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ დაახლოებით არის აქ საუბარი მხოლოდ სათბურში სადღაც 30 ტონაზე და ღია გრუნტზეც დაახლოებით არის 100 ტონა წლის განმავლობაში, ასე რომ ამ ეტაპზე კაი შედეგია, გარდა ამისა, ვთქვათ, რაღაც მიწას დასვენება ჭირდება, როტაცია, ეხლა მიწა კი არის, გვაძლევს საშუალებას დაახლოებით 15 ჰექტარი გვაქვს, მაგრამ დასვენება ჭირდება ამ მიწას, რაღაც სედერატები განუყიერება, ძალიან ბევრი ისეთი პროცესი არის, რომელიც არის ძალიან რთული, ჩვენ ხა მე-5 წელი დაიწყება უკვე რამდენიმე თვეში, რაც ეს მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდე მიახლოებულიც არა ვართ ზუსტად როგორ უნდა მართო კიდე სწორად პროცესები, კიდე ბევრი სწავლა გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან მზარდია ბაზარი, ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ძალიან სწრაფად იცვლება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, ამიტომ ყოველწლიურად იგივე გამოფენებზე რომ დავდივარ, გვეხმარება იმაში, რომ რაღაც ახალი პრეპარატები შემოდის, რომელიც ეხმარება, იმიტომ რომ რაღაც ეს ჰიბრიდს როცა ვიგებთ, ჩვენ გონია რომ ასოცირდება ცუდთან, არა ჰიბრიდული თვითონ
სათესლე მასალა, რომელიც გამოძან ჰიბრიდული ჯიში არის, ანუ გამძლე კლიმატურ პირობებთან შეუსაბამო. იმიტომ რომ მაგალითად ეხა წელს აი ეხლა როცა ჩვენ კრეფა გვაქვს ხო უკვე სამწუხაროდ დაახლოებით ალბათ 30% პროდუქცია გაგვიფუჭდა იმ დრო კლიმატურმა პირობებმა ღია გრუნტზე დაგვიზიანა. ხა ნალექი იყო ძალიან ჭარბი, შემდეგ რაღაც უცებ ზე დაწვავდა, შემდეგ ისევ ნალექი ფიზიკურად შესვლა, ანუ რაღაცა გამარგულა ჭირდება, რომელიც უბრალოდ ხელით ხდება, ფიზიკურად ვერ შეხვიდოდი ისე ისეთი ბევრი პროცესები, რომელიც იქ მე რაღაცა როდესაც მაღალი არის თქვა იგივე ნალექი ხდება სოკოვანი დაავადებების გაჩენა და გაგვიფუჭა დაახლოებით 30% და 30% ჩათვალეთ რომ მოგება რაც უნდა ყოფილიყო პროდუქტში. ამიტომ ნუ იგივე სასათბურე მეურნეობა მაგალითად ძალიან წაგვეხმარა რომ იგივე საზამთროს ჩვენასაც ღია გრუნტზე ფიქრობდით რადგანაც ვერ გადავიტანეთ ღია გრუნტზე გადმოვიტანეთ იგივე სასათბურე მეურნეობაში და თქვა ეს ძალიან წაგვეხმარა. ასე რომ იცი როდესაც ჩვენ პარტნიორ კომპანია რიცვანთან 2 წლის წინ ვიყავე, ახლა იწყება მან ჰოლანდიაში გამოფენა 7 ივნისს, ახლა და მაპირებ კვლავ ვიზიტი ჩავიდე და ჩვენ პარტნიორთან როდესაც მივედით და დაგვათვალიერებინა ზოგადად როგორ ხდება იქ პროდუქციის მოყვანა ზირთადად ავტომატიზირებულად ხდება ეს ყველაფერი არის ციკლი, ოღონდ ეს არის ჰაი-ტექ სასათბურე მეურნეობაში, სადაც ეს ტექნოლოგია არის ძალიან მაღალ დონეზე. უბრალოდ ნახეთ დაახლოებით რაც ვესაუბრეთ ვინც თქვა ამ სასათბურე მეურნეობებს აკეთებს 7000 ევროს ფარგლებში ჯდება ჰექტარი. ანუ ძალიან რთული არის რომ საქართველოში ვინმე თუ 100 ჰექტარზე მინიმუმ არ გააკეთე აზრი არ აქვს. ხა 10 ჰექტარზე ეჭვმეპარება საქართველოში იყოს ვინმე ისეთი ვინც 70 მილიონ ევროს გადაეღწევს. 70 მილიონი euро, ნუ იმ უბრალოდ იმ ხელა მომგებიანობას, როდესაც აქ ბაზარი კონკურენტულია და იგივე შემოდის დაბალი ხარისხის ხა მეზობელ ქვეყნებს არ დავასახელებს საიდანაც მეორე არაკონტროლირებადია. ხო, ანუ აქ ხო არ აინტერესებთ, იმიტომ რომ დაახლოებით იმ სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქცია რეალურად ბაზარზე იმპორტირებული რაც არის, მასზე მინიმუმ 3ჯერ ძვირი დაждდება და ჯერ საქართველოს არ არის ამისთვის ზათ რომ 3ჯერ ძვირი იყოს ეს პროდუქცია და ნუ რა თქმა უნდა ამაზე მოთხოვნა არ იქნება, უბრალოდ მოგვტება. ასე რომ ურთულესი პროცესია ამ ყველაფრის სწორად წაყვანა და როგორც თავიდან დავიწყე ვფიქრობ რომ ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ადაპტაცია მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და თანამედროვე თქვათ იგივე რაღაც ტექნოლოგიები ხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კი, იმიტომ რომ ახლა ტექნოლოგია მოიტანა რომ ძალიან დიდ პრობლემას რასაც წავაწყდი განსაკუთრებით აი ბოლო წელს ახლა ეს არის მუშახელი. ანუ აქ ჩვენ საუბრობთ რომ თითქოს ამხელა უმუშევრობა დამერწმუნეთ რომ აი ეს უმუშევრობის სტატისტიკა იმდენად არასწორია, იმიტომ რომ ნუ ძირითადად მუშახელი ვინც არის რაღაც ცნობიერებაში გამჯდარია რომ ხელზე უნდა მიცე იქ არ მინდა შემოსავალი დამიფიქსირდეს არ მინდა რა თქმა უნდა ეს სტატისტიკას აფუჭებს, თუმცა ის მუშახელი ძირითადად ვინც არის ახალგაზრდობას მუშაობის ინტერესი მიწასთან საერთოდ არ აქვს, ნუ ვინც არიან დარჩენილი მიწაზე მუშაობს, ანუ ძირითადად რაღაც უკვე განაწილებულები არიან, ასე რომ ძალიან რთულია და თუ არის იმდენად მაღალი არის მათი ანაზღაურება, რაც არ უნდა თქვა, ნუ მაღალია გავიგით, ინფლაციიდან გამომდინარე ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება, რა თქმა უნდა მათი მოთხოვნებიც იზრდება და მეტი უნდა გადაუხადო, მაგრამ ეს თავისთავად ნეგატიურად ისახება ინფლაციაზე, როდესაც მე მაგალითად დავიწყე 20-22-ში თუ საშუალო თქვათ დღიური მუშახელი, ანუ სადაც 5 საათის განმავლობაში მუშაობენ ღირდა 25-დან 35 ლარამდე, ნუ დღეს არის სადღაც 55-დან 75 ლარამდე. ხო გესმენთ ახლა? რამხელა მას კი არ ვიძახი რომ კი რაზე ალაპარაკი, მაგრამ ახლა როდესაც შენ ამხელა ანაზღაურების გადახდა გიწევს, თავისთავად პროდუქტის თვითღირებულებაც იზრდება და ამიტომ რამდენი ყავს დასაქმებული, რამდენი სისტემატიურად ჩვენთან დაახლოებით
8-დან 10 ადამიანამდე არის სისტემატურად წლის განმავლობაში, თუმცა სეზონზე სადღაც მინიმუმ კიდე 20 ადამიანს, ან როდესაც იწყება ჩითილის გადარგვა, როდესაც იწყება მოსავლის მოყვანა, და მოსავლის აღებით ხო, აი ერთჯერადად ესე გვიწევს ხოლმე, შემდეგ უკვე მუშახელის დღიურად ქირაობა, მაგრამ ეს დღიური თემა შეიძლება იყოს თვეში 15-20 დღე, მაგრამ არა სისტემატურად ვინც არიან ახლობით 8 ადამიანზე არის საუბარი, რომ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ისეთი პროცესი, როგორც ზოგადად, აი გლეხები როგორც აკეთებენ, რომ თვითონვე არის ბუღალტერი, თვითონვე ლოგისტიკას აკეთებს, თვითონვე კრიფავს, ეს პროცესი თუ სწორად არ მართა იმ პროდუქტს ვერ მიიღებ, რაც არის ხარისხიანი, შეიძლება კი იყოს გემრიელი, შეიძლება გითხრას რომ მე ის არ მიმიცემ, ეს კი გააკეთოს, მაგრამ ის რომ შემდეგ მივიდეს და რომელიმე ბრენდულ სუპერმარკეტს ელაპარაკოს დამერწმუნეთ რომ გაჭირდება. ამიტომ არის რომ ღმერასაც დავაკვირდი ძირითადად ამ პატარა ფერმერებთან, დადიან რაღაც ადგილობრივს, რომელსაც თემა დაალაგებული აქვს ბაზარზე, ჩამოულის, მართლა შეიძლება ძალიან იაფათი ყიდოს, მათი რაღაც გაპირობითად ვიძახი, გადაუხადოს 50 თეთრი, რომელი პროდუქტი შემდეგ დახლზე აღმოჩნდეს ხუთლარად. ბატონო, ბევრჯერ მოგვისმენია იგივე ამ გლეხისგან, რომელიც ამბობს, რომ ორი ბაღი აქვს. ერთი საკუთარი მოხმარებისთვის, სადაც პროდუქტს საკუთარი ოჯახისთვის მოყავს და მეორე ბაღი, რომელიდანაც რეალიზაციას უკეთებს და ეს რაღაცა ისეთი ამბავი არ არის, რომ არ ვიცოდეთ, კარგად ვიცით, ხო, მას ყველაფერი თითოეულმა თქვენგან. ხო, სამწუხარო რეალობა არის კი. მოდით, ივა, მრავალი ადამიანი გვისმენს სხვადასხვა შეხედულებებით, ხო? ყველასთვის ბევრისთვის გასაგები რომ გახდეს, რატომ არის კონკრეტული პროდუქტი სტანდარტიზებული და რას ნიშნავს ეს სტანდარტიზება, ხო? გარდა იმისა, რომ ნიადაგის ასე ვთქვათ, ლაბორატორიული შემოწმება უნდა მოხდეს. ამის გარდა არის სოციალური ნაწილი, გარემოსდაცვითი ნაწილი, ძალიან ბევრი ის კომპონენტი, რომელსაც თქვენ უნდა აგმაყოფილებდეთ ამ სტანდარტთან შესაბამისობაში და ეს მხოლოდ იმ დროისთვის არ ხდება ალბათ და წეგან კონკრეტული ციფრიც კი დაასახელეთ, 10-15,000 ევრო მიჯდებაო ყოველ წელს განახლებაო, ხო? ამ სერტიფიკატი რო გაიარო. თუმცა მთელი წლის განმავლობაში ამისთვის გიწევს ამის შენარჩუნება, ხო? ამ სტანდარტის შენარჩუნება, რაც არის სოციალური და გარემოსდაცვით ნაწილში და ეს კიდე ცალკე ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული, ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ყველაზე ესეთი მარტივი რო საბოლოო ფასი რომ გავიგოთ და განსაზღვროთ, რატომ არის ეს ფასი. საბოლოო ფასი, მინიმუმ ალბათ 50% უფრო ძვირი არის თვითღირებულება ვიდრე რაღაც ადგილობრივი ფერმერის მოყვანა. შეიძლება 100%-იც კი გააჩნია მინ როგორ მოიყვანს. იგივე ნახეთ ამ სტანდარტებზე როცა ვსაუბრობთ, არის ესეთი თემა, რომ ერთ-ერთი სტანდარტი გთხოვს, რომ ეს გლობალ გაპი, რომ ის პრეპარატები, რასაც მოიყვანთ, თავისთავად ხო სიას ვაჩვენებთ, შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტსაც, ზედნადები ანგარიშფაქტურა, გადარიცხვის საბუთი და აგრეთვე ნარჩენები, ეს იქნება თესლიდან დაწყებული სხვადასხვა პრეპარატები, რასაც მოიყვანთ, ამ სპეციალურ ადგილას გვაქვს მოწყობილი, სპეციალური ადგილი, სადაც ხდება ამ ყველაფრის შემდეგ სპეციალური პრეპარატების ნარჩენების, ქილები იქნება თუ სხვა ტომრები, რაშიც არის ჩაყრილი შენახვა და შემდეგ უკვე გაფორმებული გვაქვს ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელსაც გააქვს. ესეთი არ არის იაფი ფუფუნება ახლა. ეს უბრალოდ ფერმერისთვის არის, ამის გადახვევა და გაიტანს მანქანით და ტომანაში გააუსებს, ჩაყრის, არ დაუჯდება არაფერი. ჩვენ დაახლოებით ალბათ წელიწადში მინიმუმ 1000 ლარი გვიჯდება და ახლა მესმის შეიძლება წელიწადში 1000 ლარი ესე არ ჟღერდეს რაღაც, მაგრამ იქ 1000 ლარი მე 1000 რაღაც 1500 ლარი დაკალიბრება ჭირდება, რომ შენი სამაცივრო მეურნეობა სწორად მუშაობს, იქ რაღაცა დერატიზაცია ყოველთვიურად რაღაცა წელიწადში სადღაც 3000 ლარამდე გვიჯდება,
ბევრი ისეთი ნიუანსი არის, რასაც სწორად უნდა აკმაყოფილებდე თავის. სამაცივე მეურნეობაც ახლა, როდესაც 10-დან თუ 20-დან 19 ფერმერი არიყენებს სამაცივე მეურნეობას, ან უფრო მეტი და შესაბამისად ეს ხარჯიც გამოკლებულია, ხო? ანუ ინდივიდუალური ფერმერზე ვსაუბრობ, ანუ ბევრი ისეთი ხარჯია ფინანსური და ხშირად ავიწყდებათ ბიზნესმენებს აღნიშნონ ადამიანური რესურსი. ალბათ ყველაზე ძვირფასი ჩემს ცხოვრებაში. ძვირადღირებული, რომელიც უფრო მეტი კონტრიბუცია ახალმე ხშირად და უფრო ასე შრომატევადია საკმაოდ, ანუ ალბათ მინიმუმ კვირაში ერთ დღეს, საშუალოდ ალბათ 2 დღე მიწევს ხოლმე ვიზიტების გაკეთება იგივე ჩემ ტერიტორიაზე ლაგოდეხში, ნუ კარგია ხარო რაღაცა ეს ავტობანი გაკეთა შედარებით დამოკლდა გზა, ვთქვათ, მაგრამ ნუ იცი რა დრო თავისთავად ხა გზაზე წადი, წამოდი, მაინც ყველაფერს დავიდავანებოდ დამღლელია, ნუ იქაც რა თქმა უნდა მუშაობა საკმაოდ შრომატევადი არის და ყველაფერთან ერთად ადამიანური რესურსის გარდა ნუ ხარჯიანია უბრალოდ ხა ერთი დღე ჩახვიდე, ჩამოხვიდე, ესე საკმაოდ. თუმცა ნუ კონტროლის გარეშე გამორიცხულია ალბათ, ნუ იქ სადაც რაღაც საქმეს აკეთებ, მინდა ყველას უთხრა, რომ ისე რომ მე რაღაცას დავიწყებ და იქ ვიღაცა მიხედავს, ვიღაც ვერასდროს ვერ მიხედავს და ჩვენ, ანუ მეც და ჩემ პარტნიორებსაც, ვინც ვართ, ანუ ყველას ფაქტიურად მოგვიწია უშუალოდ ჩართულობა და სწავლა და ფაქტიურად უკვე მე რაღაც კუთხით შეიძლება ვთქვა, რომ აი აგრონომიულ მიმართულებითაც რაღაც შემთხვევებში ხო, მენეჯმენტით ვერ გამოძვრა. ხო, ანუ იძულებით მომიწია რაღაცა, რომ ნუ არ შეიძლება რომ იქ თუ რაღაცა პატარა სარეველა ამოვიდა, თუ სარეველადან რაღაც გადადის, ანუ მეზობელთან თუ მოვიდა რაღაც სიმინდი თურმე იქიდან რაღაც მავნებელი გადმოდის, რომელმაც ჩვენ საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა. არის ეს ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსები, რომელიც გასათვალისწინებელია და ჯერ კიდე გამეორდები, რომ ჩვენ მე პირადად სწავლის პროცესში ვარ, თუმცა ვიტყვი რომ ან მომავალი, ანუ თუ ჩვენ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ქვეყანაში წარმოება გვინდა შექმნათ, ადგილობრივი პროდუქტი გვინდა შექმნათ, არის სოფლის მეურნეობა, ეს რაღაცა цаრიელი ნიშა, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ აი მოდი იგივე ნახეთ ღვინოზე ვილაპარაკოთ, ხო, ნუ ღვინო ხო ქართულია, მაგრამ ღვინოს ჩამოსხმა სხვათა შორის ჩემი მეგობარია ანახლო გია პირადაშვილ და სწორად აღნიშნა თქო ერთ-ერთ შეხვედრაზე თუ არ ვიცი რაღაც ის იყო გადაცემაში ისაუბრა, ხა, როდესაც საუბრობთ ჩვენ რაღაცაზე, ანუ უნდა აუგრძალოთ ან გავაკეთოთ, საქართველოში, როდესაც ღვინის ქვეყანა ვარ და ბოთლის წარმოება არ არის, ძალიან რთულია რაღაცაზე ილაპარაკო და ძირითადად სამწუხაროდ ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან შემოდეს, იმიტომ რომ იაფია შედარებით. ერთი რო ბოთლის წარმოება, ჩაჩის შემოტანა, საცობის შემოტანა, ნუ კარგია რომ ეტიკეტებს აქ ადგილობრივ ბაზარზე დაიწყეს და ამზადებენ და აკრავენ, მაგრამ ნუ ეს ბევრი ნიუანსი არის, რაც პროდუქტს ნახეთ თვითღირებულებას აძვირებს და არაერთხელ გვითხოვს, რომ საქართველოს ღვინო ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო ძვირი ზღირდეს, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში ნაწარმოები ღვინო. იმიტომ რომ ცირკულარული ელემენტი არ არის, მან მეორე ფაქტორიც არის, ანუ ხელახლა გამოყენების ნაწილი იგივე ბოთლის, რომელსაც ხო, ანუ სხვათა შორის პირადად დავინტერესდი და ვკითხე სურსათის უმნებლობის სააგენტოს, რომ და მათ მიპასუხეს, რომ არანაირი შეზღუდვა არ აქვს ამაზე, თუმცა რომ შეიძლება ბოთლი დააბრუნო, ხო, ეს ხო შუშაა და შესაძლებელია მისი დეზინფიცირება, დეზინფექცია შესაბამის პირობებში და ჩაბრუნება წარმოებაში. და თურმე გვაქვს ეს ღია, ასე ვთქვათ, ეს შესაძლებლობა, რომ წარმოებლებმა გამოიყენონ იგივე ეს ბოთლი, თუ კი დაუზიანებელია თავისთავად. თუმცა აქაც მე მგონი სხვა ისევ ცნობიერებასთან მივდივართ. მინდა ივა შეეხო, ანუ ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა შეეხო, ანუ სექტორის პერსპექტივას. ანუ შენი, ასე ვთქვათ, როგორც საქმეს ჩახედული ადამიანის რეკომენდაციები რა იქნება, აი როგორ შეიძლება
ჯერ კიდე პირველი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რაღაც გარკვეული რაღაც ინდივიდუალური წარმოებები, როგორც მაგალითად GDP Agro-ა, ხო? მაგრამ როცა თუ გლობალურად შევხედავთ ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორს, სოფლის მეურნეობას და კონკრეტულად აგროსფეროს, ანუ რა შეიძლება პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ? ხო, პირველ რიგში ისევ დაუბრუნდები, რომ თუ სახელმწიფოს მაღალი ჩართულობა არ იქნება და მხარდაჭერა არ იქნება მცირე და საშუალო ზომის ფერმერებზე, ძალიან რთულია დაინტერესო, იმიტომ რომ საკმაოდ რისკიანი არის და შესაძლებელია, რომ ერთ წელიწადში იმდენად სერიოზული თქვა ზიანი ნახოს იგივე იქიდან გამომდინარე, რომ ის ცნობიერება არასწორი არის და თქვა არასწორი კულტურა უბრალოდ მოიყვანოს იმ მიწაზე, სადაც არ არის მოსაყვანე, იმიტომ რომ აი ვიღაცამ გაიგო, რომ ნიორი ღირდა 40 ლარი და წავიდა და სადღაც მოიყვანა, სადაც ნიორი თუ სტანდარტულად უნდა მოვიდეს 10 ტონა, მოვიდა 2 ტონა და ვერც 40 ლარად გაყიდა, მერე გახდა 3 ლარი და და ის ბევრი ნიუანსი არის, აქ ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული და მე მაგალითად დღევანდელ ხელისუფლებაში რო ვიყო და მართვაში რო ვიყო, აუცილებლად უცხოელ პარტნიორებს არაერთ წარმატებული ქვეყანა ყავს, ევროკავშირის წევრი, ვეტყოდით და გადმოვიტანდით იქიდან თქვათ იმ მაგალითებს, როგორ ხდებოდა იმ ქვეყნებში განვითარება ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა მოვიწვევდით უცხოელ ექსპერტებს რეგიონების მიხედვით და რეგიონებში განსაზღვრავდით, აი როგორც თქვათ ყურძნის ჯიშებია გარკვეულწილად, რომ სად ჯობია, მე პირველი, როდესაც სალცბურცელზე დავიწყე, მითხრეს ორი რეგიონი, თქვათ იგივე მარნეული და ლაგოდეხი პირველი, რაც მოვიკითხე იგივე USA-ში და რჩევის მიხედვით დავიწყე იგივე ლაგოდეხში, რატო? იმიტომ რომ რაღაც ხალხი ესე ისე ბევრი რაღაც ნიუსიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა წავედი სწორი მიმართულებით, თორე იგივე რომ ამეღო სადღაც აკეთებენ, კი ქვემ შიდა ქართშიც აკეთებენ, სადღაც იმერეთშიც აკეთებენ, მაგრამ სხვადასხვა თქვათ იგივე კლიმატური პირობები ძალიან მნიშვნელოვანი არის და იგივე თქვათ მიწის ხარისხი. ბევრი არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ისე იწყებენ ბიზნესს რომ დათვლილი არ აქვს. მათ შორის პროდუქტის თვითღირებულებასაც მე რასაც ჩემ გარშემო იგივე იმ მცირე ზომის ფერმერებს, ვინც ჩვენთანაც მუშაობენ, თუნდაც დასაქმებულები არიან თავიანთი პატარ-პატარა ფერმერები, მე შთაბეჭდილება მრჩება რომ უბრალოდ მათ არ იციან თვითღირებულებაც არ გამოყავთ, უბრალოდ აი რაღაც იმ სტანდარტით, რომელიც მამა-პაპისეულია და გადმოცეს მოყავთ ან ბადრიჯანი, ან ბულგარული წიწაკა და რაც დაუჯდება, რა უჯდება არ იცის, რაღაც ბაზარზე ღირს იმ დღეს ლარი აყინდეს ლარა და არადა შეიძლება დაუჯდეს 2 ლარიანს. მოკლედ ეს ბევრი ნიუანსი, ანუ იქ ერთმანეთს როცა კონკურენტად აღიქვავენ, ვიღაც უფრო იაფად მიცევს, მე ამასაც უწევს, მაგრამ ამ დროს თუ კონსოლიდირება მოხდება ამ ადამიანების, დაინტერესება უფრო მაღალი იქნება და რა თქმა უნდა ბრენდული სუპერმარკეტებიც უფრო მეტად დაინტერესდებიან, რომ რაღაცა უფრო მეტი პროდუქცია არის და გაცილებით უფრო იაფადაც იყიდიან და ხო აი ეს ბევრი ნიუანსი არის, ნახეთ ცნობიერება ის რომ ძალიან დავალია. და მენეჯმენტი არ არსებობს. ამიტომ რაც უფრო მეტი კომპეტენტური ადამიანი იქნება, თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებში და განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობების განვითარება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ხა სხვა იქ მე არ მგონია რომ რამე ისეთი საქმე ქონდეთ. ხა როდესაც ინფრასტრუქტურაზე ვლაპარაკობთ, კი გასაგებია რომ ინფრასტრუქტურული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა გზა გავიდეს და კანალიზაცია ასე შემდეგ იყოს მაღალ დონეზე მოწყობილი. თუმცა, როდესაც ჩვენ რეგიონებზე გვაქვს საუბარი, სადაც ჩვენ სახნავ-სათესი მიწა გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით და არის უყურადღებობად მიტოვებული, ვფიქრობ, რომ ამაზე რო აქცენტი გაკეთეს, ეს იქნებოდა ერთ-ერთი პრიორიტეტული და ვფიქრობ, დადგება ეგ დროს ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ამაზე სერიოზულ აქცენტს გააკეთებენ და არა მხოლოდ რაღაცა ის PR კამპანიები, რომ აი ჩვენ მაგალითად ბანკმა დააფინანსა. მათ შორის რაღაც არ ვიცი, იყო ხა ამ ბოლო პერიოდში საუბარი, რომ თითქოს სოფლის მეურნეობა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს, რომ თვითონ შეისწავლონ, თქვათ, ეს ყველაფერი და ესე მოხდეს დაფინანსება, რამდენად გამართლებს ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ამას თავის კომპეტენცია ჭირდება, რამდენად კომპეტენცია და მეორე ნდობა. კომპეტენტური ადამიანები ყავს სახელმწიფო სამსახურში ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ 4 წელია ჩართული ვარ, საკმაოდ წარმატებით მეყავს პროცესები და ეხლა რომ შევადაროთ, ალბათ ვარ მე-5 მე-6 კლასის მოსწავლე წარმოიდგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი მაქვს, რაც სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რო ვთქვა რომ მე გლობალ გაპი,
შემიძლია ექსპორტზე გავიტანო, უბრალოდ არ მაქვს ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ გაიტანო. რომელსაც ძალიან დაბალი აქვს shelf life-ი, ამიტომ ის გატანა ძალიან სარისკო არის სადმე. ივა, თავისუფლებას მიცემ და მაქვს ეს უფლება. მაინტერესებს რომ დავასახელოთ აი საზამთროსთან დაკავშირებით, ანუ როგორ შეიძლება ეს მომხმარებელმა და სადაც შეიძლება ნახოს და რა სეზონზე. საზამთროს დავიწყებთ ჩვენ სეზონი დაგვეწყება ანუ ფიქრობდით ივნისის ბოლოს, მაგრამ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ალბათ დაახლოებით 10 ივლისიდან, სადღაც სექტემბრის დასაწყისამდე, 10 სექტემბრამდე გვექნება ამ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ისე მოსავლიანობას დაახლოებით 250 ტონას ველოდებოდით და ხა როგორ იქნება არ ვიცი, ძალიან მიჭირს თქმა, თუმცა ძირითადად ჩვენ პარტნიორები იქნებიან ბრენდული სუპერმარკეტები, თუ არის საშუალება შემიძლია ჩვენ გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული ძირითადად პროდუქციას მივაწვდით, ეს იქნება სპარი, რომელიც ძირითადად აითვისებს ამ პროდუქციას, სადაც შეძლებენ შეძენას, სხვათა შორის კაი პროექტია, ერთობლივად მუშაობთ, ანუ პირველად შევა სპარის ქსელში პორციული ჯიში საზამთროები და ვიტყვი რომ მაგ თავისუფლებას მივცემ, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის და მაღალი კლასის საზამთროები შევა ჩვენ ბრენდირებულ ყუთებში, სადაც აგრეთვე შეძლებენ შეამოწმონ მიკვლევადობას მიაღწია როგორც აღნიშნე და ნახონ აგრეთვე ხარისხის სერტიფიკატები, რაც აღებული გვაქვს. იქნება აგროხაბში, იქნება ფრესკოში და იქნება გუდოში. თუმცა იცი რა, ის ჩვენი კონკურენტებისაც იქნება, სპარში არა, ალბათ სავარაუდოდ ჩვენ ვიქნებით წარმოადგენელი, მაგრამ სადაც ჩვენი კონკურენტები იქნება, ჩვენ გამორჩეული ვიქნებით, სადაც ჩვენ პროდუქციას თავის ხარისხის, თქვათ იგივე ჩვენი ბრენდი. სახელი ქვია? ანუ GDB აგრო სტიკერებით იქნება წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია, ასე რომ გვაქვს ამბიცია, რომ ბაზარზე ვართ ლიდერები, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ პორციული ჯიშის საზამთროების მოყვანა და შემდეგ რო აყვა და კონკურენცია გაიზარდა, ვფიქრობ ეს ძალიან კარგია, ამან გაუწია სწორედ ყველაზე დიდი, ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ ყველაზე პოპულარული გახდა და მოთხოვნადი გახდა. ხა, როდესაც ბევრია პროდუქცია წარმოდგენილი, უკვე პოპულარულს ხდის, თან უკვე საზამთრო ისეთი ის არის. ყველაზე რთული მე შევღაც საზამთრო კიდე ყოველთვის მეზარებოდა, იმიტომ რომ დიდ ადგილს იკავებს. მაცივარში ამხელა აიტანო, როდესაც არის მცირე ზომის 3-4 კილო არის თხელი კანით და ანუ პორციული, იმიტომ ქვია რომ გაჭრი იმ დღეს ხო, მაგაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზამთრო როცა დაჭრი, უნდა მოიხმარო. მისი შენახვა თქვა 12 საათზე მეტი უკვე რეკომენდირებული, თუმცა საერთოდ არ ყოფილა და საზამთროს რო დაჭრიან შეიძლება 3 დღე ედოთ მაცივარში, ამიტომ ასეც რაღაც თავისებური. ან რაღაც კულტურებს აი გვინდა რომ ეს ცნობიერება ნელ-ნელა თუმცა როდესაც ჩვენ უკვე გვექნება იმის საშუალება რომ რაღაცა კონვეირი გვექნება აწყობილი რომ სისტემატიურად პროდუქციამდე მივაწვით რომ მარკეტინგულ კამპანიაში ჩავერთოთ რა თქმა უნდა უკვე მომავალი წლიდან ვფიქრობ ანუ წელსაც ალბათ რაღაცა გვექნება პატარა მარკეტინგული კამპანია მაგრამ მომავალ წელს უკვე როდესაც დაახლოებით ვფიქრობ რომ მოვიყვანოთ სადღაც 500 ტონა მინიმუმ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს მოთხოვნა არის დღესაც მაგრამ ანუ ჩვენ დავაკმაყოფილოთ და წვეტა არ გქონდეს საკმაოდ აქტიურ კამპანიაში ჩავრთავთ რომ ეს პროდუქტები ხარისხიანი და სხვათა შორის რაც ხდებოდა სექციონაც რომ რაღაცა ის ქართული გადააჯიშეს და ეს უცხოური ხალხო გარს ნიშნავს ქართული და უცხოური სიმინდი სადაურია შემოვიდა ამერიკიდან ხო ანუ და ვეძახით ქართულს ესე არის ანუ თესლია თორე აქ არის მოყვანილი საზამთროს ხოდესღაც აიდანღაც არ ვიცი საიდან შემოვიდა მაგრამ ხო შემოვიდა ესეთი რაღაცა რომ ჩვენ ეროვნული რაღაცა არ ვიცი რაღაც სხვა ცნება არ ემუქრება ახალი ხო რაღაცა მგონია რომ არა უნიჭო კამპანია იყო რომ აი გადააჯიშეს და უცხოური არა თესლია უცხოური საქართველოში ყველა სიმინდის თესლიც უცხოეთიდან შემოდის და ხა აქ თუ ვინმე გამოყვანას დაიწყებს ხა რიცხვოვანი არის კომპანია ჰოლანდიური რომელსაც აქ რა ვიცი ასობით მილიონი ევრო ბრუნვა წლის განმავლობაში და ხა ესეთ კომპანიისა გაკეთება და ჰოლანდია ჩვენზე პატარაა ხალხო და ძირითადი ექსპორტიორია ევროპაში ხილისას და ბოსტნეულისას წარმოუდგენელ ჩვენზე პატარაა. ერთი გოჯამიცა არა აქვს დარჩენილი ვისარგებლოთ ყველა კარგი ტექნოლოგია. ანუ თუ ეს დღეს არ დავიწყეთ, ანუ ყოველთვის იქნება ხა ჩვენ სოფლის მეურნეობით მაგალითად სამწუხაროდ უკან მივდივართ, იმიტომ რომ ინტერესი ნაკლებია. ურჩევნია ის თანხა რაღაცა ჩადოს შენებლობაში, ნაკლებად რისკიანია, ნაკლებად ის იმიტომ რომ აქ უფრო მაღალი რისკია და ცნობიერებაც არ არის თორე ხა. როგორც კი გაიზრდება ცნობიერება და გვეყოლება, ხო, ყოველთავარი. აგრონომია რო ყავს ქვეყანაში. ნახეთ, სწორად რო პროცესი მართოს, აგრონომია სწავლობთ, აი მე და ჩვენი პარტნიორები ვინც არიან, იგივე სამეთვალყურეო საბჭოში ვზივართ დღე და ღამე და ნუ ხან ხელოვნური ინტელექტი ვეკითხები და ხან არ ვიცი
შევდივართ და ვკითხულობთ რა გავაკეთოთ იმ დროს და პროცესებს მართავთ ყოველდღიურად. ნახე, აი გადავშლით ფურცელს, რამე ხო არ ჭირდება, რამე ხო არ აქვს, რომ აი სწორად წარმართოთ პროცესი. გამოწვევის პროცესია და გამოწვევების პროცესია, რომელიც ასე ვთქვათ, თანმიმდევრულად უნდა გადალახოთ რა პროცესში. ეგ არის ქვეყნის განვითარება და ეგ არის ქვეყნის სიყვარული, მარტო სადღეგრძელოები. დიდი მადლობა ივან. სტუმრობისთვის წარმატებას უსურვებ GDP Agros შენ პირადად. ჩვენ მსმენელს კი დავამშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე შევხვდებით ზუსტად 5 საათზე დროებით.